ფეხით სიარული ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, ხელმისაწვდომი და ეფექტური საშუალებაა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. მას არ ჭირდება სპეციალური აღჭურვილობა ან დარბაზის აბონემენტი, თუმცა მისი სარგებელი ორგანიზმისთვის უზარმაზარია. აი ძირითადი მიზეზები, რატომ არის ფეხით სიარული მნიშვნელოვანი. 1. გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაჯანსაღება. რეგულარული სიარული საგრძნობლად ამცირებს გულის დაავადებებისა და ინსულტის რისკს. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ეხმარება არტერიული წნევის დარეგულირებაში, ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში. 2. წონის კონტროლი და მეტაბოლიზმი. სიარული ეხმარება ორგანიზმს კალორიების დაწვაში, თუნდაც დაბალი ინტენსივობის 30 წუთიანი სეირნობა აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, რაც ხელს უწყობს წონის შენარჩუნებას ან კლებას. 3. ფსიქიკური ჯანმრთელობა და განწყობა. ფიზიკური აქტივობის დროს გამოიყოფა ენდორფინები, ბედნიერების ჰორმონები. ფეხით სიარული ამცირებს სტრესს, შფოთვასა და დეპრესიის სიმპტომებს, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, გვეხმარება გონების დასვენებასა და კრეატიული აზროვნების სტიმულირებაში. ძვლებისა და სახსრების სიმტკიცე. განსხვავებით სირბილისგან, სიარული დაბალი დატვირთვის აქტივობაა, რომელიც არ აზიანებს სახსრებს. პირიქით, აძლიერებს კუნთებსა და ძვლებს, ამცირებს ოსტეოპოროზის რისკს, აუმჯობესებს მოქნილობას და წონასწორობას. 5. სისხლში შაქრის დონის რეგულირება. ჭამის შემდეგ ხანმოკლე 19-20 წუთიანი გასეირნება ეხმარება ორგანიზმს სისხლში შაქრის დონის დასტაბილურებაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტიპი 2 დიაბეტის პრევენციისთვის. რამდენია საჭირო? ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ოპტიმალურია დღეში მინიმუმ 30 წუთიანი ზომიერი ტემპით სიარული. თუ 10,000 ნაბიჯის გადადგმა რთულად გეჩვენებათ, დაიწყეთ მცირედით და ნელ-ნელა გაზარდეთ მანძილი. პატარა რჩევა. შეეცადეთ ლიფტის ნაცვლად კიბით ისარგებლოთ, ან ტრანსპორტიდან ერთი გაჩერებით ადრე ჩამოხვიდეთ. ეს მცირე ცვლილებები დიდ გავლენას ახდენს თქვენს ჯანმრთელობაზე.